ესეც ასე. მოვიცალე ამ ღამით ვიდეოს გადასაღებად, იმიტომ რომ დღეს ვიყავი ნარაში, რომლის ვიდეოსაც დავდებ და ეხლა გამოვედი, ანუ ოსაკაში პრინციპში რახან გუშინ ვერ გადავიღე ვერაფერი. დღესაც ესე არ გამომივიდა, იმიტომ რომ ნარაში დიდი ხანი გავატარეთ. ეხლა კიდე ვიყავი ანიმე შოპინგზე. რაღაც სუვენირებს, ფიგურებს და მანგებს ვათვალიერებდი და წარუმატებლად სამწუხაროდ. იმიტომ რომ მხოლოდ One Piece-ის ერთი ჩაპტერი შევიძინე ჩაპტერი. ხო და ეგ ნორმალურ ფასად და ისე ანუ ფიგურებს რაღაცებს მე ბევრად იაფად ყიდულობდი ხოლმე ტოკიოში ბევრ ადგილას. ოსაკაში წინაზე არ მიცდია. ხო და ეხლა რაც მოვიარე აქ ადგილები, ვერაფერი ისეთი ვერ იყო. ფასი ისეთი ვერ იყო, რომ მიეზიდა ჩემი თავი. იყო ძვირები. ხო და ვეცდები შემდეგ გამოსვლაზე ვნახო ადგილი, სადაც იყიდება მეორადი ფიგურები. თან კარგად უფრთხილებიან ესენი რა. და ეგ იქნება ჩემი გეგმა. ამ ფეხით სიარულის დროს თან ანუ кайხანია უკვე ამ საღამოს დავდივარ. ჯამში ანუ გამომივიდა დღეს 30,000 ნაბიჯი. დაახლოებით. და საკმაოდ ბევრია. და Namba Station-იდან გამოვედი ახლა დოტომბორიზე. დოტომბორი არის ქაურის ცენტრი. სადაც ცნობილი ის Running Man-ის ხელებ აწეული მორბენალი კაცის დიდი გამოსახულებაა ეკრანზე ერთ-ერთ სასამართლოზე, რომელიც აგერ აქ მდებარეობს. ეს კაცი. ხო და აქ ვარ, ვერ იქით გადავალ. მდინარის ნაპირას გავივლი. მაგრამ ჯერ უნდა განახოთ ეს. ქუჩა სადაც არის ძალიან ბევრი ნაძვის ხის სტილში განათებული ხეები. ალბათ მართლა ნაძვის ხეებია. ოპ, კინაღამ დამეჯახნენ და გადამიარეს. მიკროფონი კი მაქვს ჩართული, მაგრამ მგონი მაინც ძალიან ხმამაღლა არის აქ ყველაფერი. ანუ ხალხიც აფაურობს და ეს მუსიკებიც ჩართულია, რადგან რესტორნები და უამრავი რესტორანია. ხო და რაც შეეხება ამ Running Man-ს, ახლა უფრო კარგად გამოჩნდება აქედან. მივუახლოვდეთ. ეს კაცი არის სიმბოლო ოსაკაში. ანუ აქ რომ მოდიხარ, აი ფოტო უნდა გადაიღო აქ რა. ნუ აი თუ ისე გადაიღებ ამის ეს როგორც დგას, აი ამ პოზაში ხო მით უმეტეს რა. ანუ must do activity-ა ოსაკაში. მოკლედ აი ეს იყო ერთ-ერთი კამფეტის პოსტერი რა, ანუ კამფეტს ეკრა, ანუ მაგის ის იყო რეკლამა. და 1935 წლიდან არის აი ამ ადგილას და გადმოხურებს ამ მდინარეს. მდინარეს კი ტომბორი, როგორც ვიცი. ტომბორის მაგედან მომდინარეობს სახელწოდება. ხო და ეს კაცი ან წარმოადგენს აი ენერგიის, გამარჯვების და აი ყველაფერი რაღაც ისეთი დიდებული სიმბოლოს რა და ატაცებული აქვს ხალხს. და აი იმის მერე წარმოიდგინეთ რამდენი 90 წელი გავიდა უკვე. და მას შემდეგ აი ხალხი აქ არის, აი ხლა არის ამის 11 საათი, მაგრამ აი აბსოლუტურად ყველა ფოტოს იღებს. ნუ არც მიკვირს. მეც რომ ვიყავი ოსაკაში ეს ძალიან მინდოდა რა, აი ის ნახავდა.
ვიღაცა საკავები. არის გადასახედიც, ძალიან კარგი ხედია. მოკლედ ეს არის ჰაბი. ხალხი ის თავს ჭამს განსაკუთრებით ტურისტებისთვის, მაგრამ არა მარტო ტურისტებისთვისაც, იაპონელებისთვისაც ძალიან პოპულარულია. ნუ ცენტრია აქაურობის და მაგიტომ აბსოლუტურად ყველაფერია. სავაჭრო ცენტრები, მაღაზიებით გატენილი ქუჩები, პატარ-პატარა სტენდები, სადაც საჭმელს ტრადიციულ იაპონურ ჯაპანურ საჭმელს აკეთებენ. ბევრი სტრიტ პერფორმერები არიან, უშინ ბიტბოქს შევეწარით და ასე შემდეგ რა, ანუ სვამ, ერთობით, ხმაურობ და მიდიხარ. ხო და რა შეიძლება ითქვას კიდე ამ ადგილზე. ხო, იაპონელებსაც ძალიან უყვართ. განსაკუთრებით აქაურ ძველ ბიჭებს, რომლებიც ესე ან ძველ ბიჭებს განგსტერები არის, არც განგსტერები არ არიან, ხულიგანი ბიჭები არიან რა. ეგენი აი ცოტა ისეთი delinquent რომლებიც მოდიან აქ აბირჟავებენ, ანგახტირებით ცეკვავენ და აუს ქმნიან და იწვევენ. ეხლა დავდივარ და ვერ ხვდები საით წავიდე. რა, ყველა მხარე ძალიან ცოცხალია. ანუ აი ჩათვალეთ რომ ეს ხიდი არის ძოჯორედინი. ხიდის განუკვეთის მერე იყოფა ორ ადგილზე, ეს ქუჩები წინ და უკან მიდის. იქ მერე იქით მხარესაც არის, უკან ამ მხარესაც და ყველა მხარე არის აი ეგეთი რა, წეგან როგორც მომდი, აბსოლუტურად დაკურთხული ყველაფერს. და ნაიჩ-ლაიფი აქ ცოცხლობს და დურს. კიდე რა შეიძლება ითქვას. ნელა გავივლი მე, მოდი ჯობია. და ეგრე გაჩვენებთ ყველაფერს. აუ რა კარგმა მიომა დამიბერა, აი ხა დავდივარ და ანუ სველი ვარ უბრალოდ რა. წეგან რაღაც წყალით შევისხი სახეზე რაღაცა ცოტა გამოვცოცხლეთ ხო რა და ერთი წამი არ იყო გასული ალბათ იქ წლიდან რომ იმისკენ რა სახე ამოვყავი ხელებიდან და უკვე გაოფლიანებული ვიყავი. ხო, მოკლედ ძალიან გასართობია. აქ ყოფნა და მით უმეტეს აქაური ეს ესთეტიკა განათებული, ძალიან ფრეში და ისეთი აქტიური გამოსახულებები, ისეთ ცოცხალ იმას სენს. ამ ყველაფერს. აი ახლა ჩავუარე კამაკურას. ეს არის ამათი fast food რესტორანი, ოღონდ იაპონური საჭმელის. კერძოდ უფრო ნუდლსებზე და რამენებზე არიან ორიენტირებულები და არის ძალიან გემრიელი. დღეს ვჭამეთ, თან მოდის უზარმაზარი პორცია რა, ანუ აი ძალიან დიდი ჯამით მოვაქვს რა და დღეს იმდენი ვჭამე, ანუ თან მე ბევრს ვერ ვჭამ და ანუ არ შემიძლია. ხო და დღეს აი ვებრძოლე, ვიტანჯე, საბოლოო ჯამში მაინც გამამარცხა. ხო და ამას გირჩევთ თუ არ ჩამოყავთ, რომ კამაკურა არის აი ეს აქაური მაკდონალდსი რა. რაღაც ეგეთი. ხო და ძალიან ბევრი ის არის. ტაკოიაკის სცენდები. ტაკოიაკი არის ეს პატარა ცომის ბურთულები, შიგნი ვაფეხით და რაღაც соусებში და ზევიდან რაღაცებს აყრიან ხოლმე სხვადასხვა ტოპინგებს. ეგ შეიძლება აირჩიოს, ზოგს არც აქვს არჩევანი, უბრალოდ ესე ერთ სპეციალური იმას აკეთებენ, ზოგს აქვს რომ ანუ რამდენიმე სტილის ტაკოიაკს აკეთებს. და აი ტაკოიაკს რომ ხედავ, აი სულის მინდა რა, რომ ეხა მივიდე და ვიყიდო. რთულია ქართული ხელფასით აქ მოგზაურობა. ეხლა სადამდეც დრო უფლებას მომცემს. რასაც ვეჭობრო ძალიან ცოტა იქნება, იმიტომ რომ უკვე 12 დაიწყო, 12-ის 15 წუთია მგონი და ბოლო მატარებელს უნდა გავუყვე, თორემ მეც ამათნაირად ესე ქუჩაში დავიძინებ და მომიწევს ბოლო მატარებელს რომ მაზავენ და აი ეგ ის რო არის რა.
მამაცი ტრადიცია რაღაცნაირი რომ ქუჩაში უნდა დარჩნენ თვალი კაცები და იქ უნდა დაიძინონ გათიშულებმა. ეგრე მომიწევს მეც. თან ტელეფონი მაქვს 5%-ზე. ხელში მიტირავს power bank-ი, რომელიც ასევე ჩდება. აი ესეთი ქუჩები აბსოლუტურად ყველა კუთხეში. ყველგან გინდა რომ რაღაც გადაიღო. ფოტო, ვიდეო, ესე, ისე. ძალიან კარგია. ხოდა ახლა მე ნელ-ნელა ჩემი გაჩერებისკენ წავალ. ჩემი გაჩერება არის ნიპომბაში. ნიპომბაშიდან უნდა ჩავჯდე ერთ-ერთი მეტროს ხაზზე. საკაისუჯიზე და საკაისუჯით გავიდე კიტაჰამა. კიტაჰამა არის ჩემი სადგური, სადაც სასტუმრო მდებარეობს და იქიდან 5 წუთი გვაქვს ფეხით სავალი სასტუმრომდე. მე ესე გავალ და გავუყვები ახლა გზას. ვაჰ! ამასაც რაღაცა მართლა მოუწყდი დღეს რა. კარგად ბევრი ვიარი და დავიღალე. მაგრამ ძალიან კარგი იყო. ხოდა ეს იყო ნიპომბაში. ერთ-ერთი თავარი სანახავი ადგილი ოსაკაში. კიდე არის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ოსაკა დიდი ქალაქია. ანუ შეიძლება ესეთი პოპულარული არ არის უცხოურ კულტურაში და ტოკიო დიდად ჩრდილავს, მაგრამ მე ძალიან მოყვარს ოსაკა. 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ანუ არ არის სახუმარო ამბავი. კიდე ხო, რა ვაპარაკობდი. ბევრი ადგილია ოსაკაში. ხვალ უფრო შევეცდები რომ ვიაქტიურო, მაგრამ ასევე ხვალ ერთი ძალიან დიდი გამოწვევა აქვს, რომ უნდა წავიდეთ Universal Studios Japan-ში. და იქ ნახოთ იქაურობა და რაც ხავარია ჰარი პოტერის სივრცე. ჰარი პოტერი ძალიან მიყვარს. ჩემთან ერთად ვინც არიან ნათია და ნინა, ისინიც გიჟდებიან. და წავალთ მაგას მოვინახულებთ. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება ალბათ. თან ცოტა ქაოტურიც იქნება. იმიტომ რომ ძალიან ესე პოპულარულია იქ. აი ხალხი არის მე როგორც ვიცი, წინაზე სარყოფიო მე, იმიტომ რომ ცოტა ძვირია ბილეთი, $70 რა. რაც ანუ ძვირია. ხოდა მაგის გამო წინაზე გადავიფიქრე რომ მეთქი ხა აი რაღაცა Disneyland-ისნაი გასართობ იმაში $70 გადავიხადო, მაგას მირჩენია რაღაცა ჭამო და იმას ხნა. ტაძრები დავათვალიერო და ღირსშესანიშნაობები მაგ ფულით. ვაი. კინაღამ წაგვიქცა იაპონელი ქალბატონი. ესე იგი, ახლა მე დამრჩეს და სადღაც დაახლოებით 3 წუთი ფეხით სავალი მეტროს გაჩერებამდე. გავუყვები და ჩავჯდები კიდეც. ხო, ანუ ის ცუდია რომ მეტროში გადაღება არ შემიძლია. ანუ როგორ არ შემიძლია ესე, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ ისეც ანუ აი კამერას დანახვაზე დიდად კარგი ურთიერთობა არ აქვს. რაც მესმის განსხვავებული ხალხია, ცოტა ჩაკეტილი. და უნდა გავითვალისწინოთ, როცა ჩამოვდივართ თუ არა და უკვე არის იმაზე ლაპარაკი, რომ იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2026-დან ცოტა შეცვალოს სავიზო ტურისტული პოლიტიკა და უფრო გაამკაცროს, ფასების უფრო გაზარდოს. ფასები ისედაც გაზრდილია ახლა. ფასები იმდენად არის გაზრდილი, რომ წინა წელს ზუსტად ამ დროს ვიყავი წინა წელს. 12 სექტემბერს ჩამოვედი. ხო და ფასები არის, აი მაგალითად რაღაცაში თუ ვიხდიდი 800 იენს, ახლა ღირს 1100 იენი. და ეგრე. არცისე კარგია, იმიტომ რომ წინაზე რო ვიყავ მე ვიზახდი, რომ იაპონია არის მეთქი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანა სამოგზაუროდ. ანუ იაპს არ გულისხმობ ისეთი იაფი როგორიც არის ვიეტნამი, ტაილანდი, ეგეთი ქვეყნები. მაგრამ ანუ განვითარებულ ქვეყნებში რა, მაგალითად თურქეთზე ბევრად იაფი იყო. და ეხლა ცოტა გამიწყდა, მაგრამ არც ახლა არ არის ძალიან ძვირი რა. აი
მე მგონი მოვrჩი დღეს. ტელეფონმაც აბანახვამდის გიორგიო. სულ ტყუილად დაგემშვიდობეთ წერან. იმიტომ რომ ეხლა გადავწყვიტე რომ გზაში ჩემი მყდარი powerbank-ით ცოტა მიუტენე ტელეფონი 7%-ზე აუყვანე. და ეხლა სასტუმროს გზას კაი ბარემ გადავიღებთ ხო? რატომაც არა იყოს. თან აკაურობასაც განახებ. ეს არის კიტახამა. ამოვედი კიტახამას გაჩერებაზე მეტროში. და სასტუმრომდე მაქვს სავალი ფეხით 5 წუთი არც რა, 5 წუთი. ვათ. არის ისეთი ცოცხალი უბანი არ არის. უმეტესად არის დიდი სასტუმროები, სათამბრძენები, ესეთი თუ ჩანს ალბათ აქაც ესეთი შენობები. ანუ ცოტა ისეთი კლასიკური დახვეწილი უბანია, წყნარი ბევრად, იმიტომ რომ აქ ჩვენ აქ დავდივედით დღისით და ხმა არის მოდა არავის ჭურჭურით ლაპარაკობდნენ რა. ეხლაც ანუ მარტო მხოლოდ ანუ მანქანების ხმა ისმის. ხო და რა მაქვს ეხლა გეგმაში? რა მაქვს და ის რომ ეხლა სასტუმროსთან არის ჩვენთან 7-Eleven და ჩემი დღე რა ხან 7-Eleven-ით იწყება 7-Eleven-ით თავდება. ისევ მან მივა და გადავიდებ. რატომაც არა. თან განახებთ რა შეიძლება შეჭამოთ 7-Eleven-ში. ძალიან გემრიელი საჭმელია, იაფად. ანუ უბრალოდ ანუ ესე მარკეტად არ უნდა აღიქვა ეგ. საქართველოში როგორიც მარკეტებიც არის და აი მანდროლობიანები იყიდება, ეგეთი არ არის. ბევრად ხარისხიანი და კარგი საჭმელებია. ნორმალ საჭმელები ლუდსაც მიუცხებერც. თან ძალიან კარგი ლუდი აქვს იაპონელებს, ანუ მართლა კარგი ხარისხის, აი გემრიელად დასალევი და ლუდი მიყვარს ძალიან. ხო და აქ რაც წამოვედი მოკლედ კორეაში და იაპონიაში ანუ არ გამიმაზავს დღე რა, რომ ხან სოჯუ, ხან ლუდი, ხან რაღაცა, მე საკეზეც გადავალ. ხო და საპორო მიყვარს და აი კიდე ერთი არის ასაჰი. აი მაგორ შორის არჩევანი რომ გამაკეთებინო არ ვიცი, არ ვიცი. ორივე აი ხამსა. ნუ 50 თქო. ხო და ძალიან კარგი ლუდები აქვს მოკლედ რა. აქ რა გამახსენდა ეხლა. აი ნეტა აქ არის კიდე. აი აქ რო ხეები ეს. ხეები. ბუშინ აი ამ ხესთან რომ მოდიოდი, ვიპოვე ბარათი დავარდნილი. საბანკო ბარათი. და ვიფიქრე მეთქი, ოპა. ხო არა ვიღო რა არის ერთი. იმიტომ მე სხვა შორის ფედი მაქვს. რომ რაღაცა ფულს დაიგეთ რაღაცას პოულობ ხოლმე. მაგრამ იაპონიაში საბანკო ბარათის პოვნა, ისეთი თან საბანკო ბარათი ახლა უნდა ჩააბარო რა. მით უმეტეს იაპონიაში. მაგრამ მე რო დავფიქრდი ეგ რო ახლა პოლიციასთან მიმეტანა რამდენი პროცედურის გავლა დამჭირდებოდა იაპონიაში მე სადაც ბანკიდან ფულს ისე ვერ გამოიტან შენი ანგარიშიდან ნორმალურად რომ რა ქვია 15000 ფურცელი არ შეავსო. ხო და მე ვიფიქრე რომ აი მეთქე ახლა პოლიციასთან რომ მივიდე, შანსი არ არის ესენი 1-5-6 საათი მაყურებენ იქ და რაღაც სად იპოვე, როგორ იპოვე, რატო დადიოდი იქ და ეგეთი რაღაცეები. ხო და მეთქი შარია ისე ვიქდავდე თავის ადგილას სამოვედი. დღეს აღარ დამხვდა. აუ ესეც ჩემი 7-Eleven-ი. თან კაი არავინ არ ზის. მარტო ორი ახალგაზრდა. ეხლა ნინასთან ათიას დაველოდები, რომლებიც მაკდონალდსში იყვნენ. მიირთვეს ბალბატონებმა. და მე კიდე აქ დამტოვეს საჭმელად. კარგი რა 7-Eleven-ში აქ ვეწევი. აი ეგ რო ჩამოდგები. რამე უკვე არავინ გადავიხედოთ გზაზე. რამე არავინ არაფერს აღარ ამობს ხოლმე და ვეწევით რა. აი ეს არის ძალიან გემრიელი რაღაცები. ეს და ეს გონის ფასე ეს არ გამოსინოს და ამასავე. კიდე ესავიდა. კიდე არის ორაგული. კაიო. ონიგირი. აღარაფერი კონტაქტი არ ქონია და მე ეგ ანუ ორაგული. ხო და ეგ არის რა მე დაგემშვიდობებით ამ პირინით. კარგი მარჩოთ. ბაი.